გოგოებო, მოვედი დაპირებული ვიდეოთი. აკნეს საწინააღმდეგო მასკა. ძალიან მაგარი. ეს არის ჩემი ბავშვობის მასკა, რომელიც თქვი კიდევაც ვიდეოში ძალიან დიდი წლების წინ დაახლოებით ვიქნებოდი 12-13 წლის. მასწავლა ერთ-ერთმა კაცმა, მაშინ ძალიან ისეთი ასაკოვანი კაცი იყო, პროფესორი. ჩამოსული იყო ჩვენთან გურიაში დასასვენებლად, მე მაშინ ბავშვი ვიყავი. და როცა მაწუხებდა ეს გამონაყარები და სულ პრობლემა მქონდა ხო ეს სხეულზე სახეზე, მითხრა შვილო, მოდი ჩემთან, აიღე პასტაფურცელი და ჩაიწერე ხა რასაც გეტყვი და გამოგადგება მთელი ცხოვრება და სხვასაც ასწავლეო. მე ცოცხალი აღარ ვიქნები და გაგახსენდებიო და ღმერთო მართლა აი ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო, მადლიერი ვარ და დღეს ის ცოცხალი აღარ იქნებოდა ღმერთმა ნათელი მის სულს. ანუ ძალიან ბევრჯერ გავიხსენებ. ბევრ ადამიანსაც ვასწავლე და ეხლა თქვენც გაგიზიარებთ. ანუ ეს საჯაროდ არ მისწავლებია, მაგრამ თუ ვინმე შევხედავდი, რომ მსგავსი პრობლემები აწუხებდა, აბსოლუტურად ყველას ვასწავლეთ. ეხლა რა შეეხება? ძალიან მარტივია და ძალიან ასე ვთქვათ, ბიუჯეტური, ანუ ძვირი არ არის. შეხედეთ, ავიღოთ ბავშვის საპონი. მე ამჯერად ვიყიდე ტიკ-ტაკის საპონი. ბავშვის აუცილებლად სადღაც ღირს 3 ლარამდე რა 2 და 80. ბავშვის საპონი. აი ამას ჩემო ძვირფასებო, შეხედეთ ვიდეოსაც ახლა. 1/3 შეხედეთ, 1 დანახაზი, მეორე 1/3 ვჭრით. აი შეხედეთ, აი ესე სახეხზე ჩვეულებრივად გავხერხოთ, აი. კარგად ესე ჩავახერხოთ. გემრიელად. შეხედეთ, აი ამდენი მასა გამოვიდა დაახლოებით დაქოცმაცებული დაბქვილი საპონი. შემდეგ ვასხავთ, ეს არის არასავსე, პატარა ყავისჭიქა არასავსე, დაახლოებით ძველებური ღვინის ჭიქები ხო გახსოვთ? აი ეს პატარა ძველებური ღვინის ჭიქა შეგიძლიათ 1 პატარა ჭიქა გაუკეთოთ, ოღონდ გადადუღებული, აუცილებლად გადადუღებული გრილი წყლით. მე ამ შემთხვევაში ცოტა დავაკელი და დაახლოებით ეს გამოვა, აი. გადადუღებული გრილი წყლით. შემდეგ რასაც ვაკეთებთ, გოგოებო, აუცილებლად უნდა ამოვიყვანოთ მიქსერი. შეხედეთ. გოგოებო, ნახე, მე უკვე მოვრჩი. შეხედეთ როგორი ბეზია, აი გადმოაპირქვებთ. აი ესე არ უნდა გადმოდიოდეს. აი ესეთი მასა უნდა გააკეთოთ. როგორც კვერცხის ბეზე. აი ესეთი. შემდეგ, აი მთავარი, რაც უნდა გავაკეთოთ. საპონი აუცილებლად უნდა იყოს ბავშვის. არა აქვს მნიშვნელობა, მე ყოველ შემთხვევაში აი ამ საპონს ვიყენებ ხოლმე წლებია. ეხლა რასაც ვაკეთებთ? პირველი. ეს არის 1 სუფრის კოზი, ეს არის პერეკისი, ანუ. შეხედეთ? სავსე, ჩავასხათ, შემოძვირფასებო. მერე მოდის მეორე, ეს არის ქაფური სპირტი. შეხედეთ? ესეც 1 სავსე კოზი, აი, გავავსე. დავასხათ, ესეც. როგორ არ მიყვარს ამისი სუნი. მესამე არის გლიცერინი. შეხედეთ? ზეთოვანი გლიცერინი, ჩემოძვირფასებო, აი, ესეც სავსე. დავასხათ გლიცერინი, ჩემო ბატონო. და მეოთხე არის ბორის მჟავა. გოგოებო, ბორის მჟავა დღეს ვიკითხე და PSP-ს ქსელში საერთოდ არ არის სითხის სახით, არც ერთ ქსელში და აუცილებლად უნდა იყოს სითხე და არა ფხვნილი. ბევრი გეტყვის რომ ფხვნილი არასოდეს არ გამოდის მასით, კარგი და ყოველთვის წყალდება, აუცილებლად გააკეთეთ სითხე. ამჯერად ვიყიდეთ ფარმატეპოს აფთიაქში, ფარმატეპოს ქსელში, აი GPC-ში, ბოდიში, ჩემი შვილი გაუშვი, აი ესეთ მეებში რა, GPC-ის აფთიაქებში ყოფილი. შეიძლება ფარმატეპოშიც არის. და 1 კოზი, ეს არის ბორის მჟავა. შეხედეთ? ეს უკვე ააშუშქუნებს ხოლმე, ეს პროცესი მიყვარს. შეხედეთ გოგოებო, ეს ყველაფერი აბსოლუტურად, ცოტა ერთი კიდე დავაყენო. დავურიოთ. აი ეს ყოველთვის ვაკეთებ. ერთ ქილებში, ესე დაბალ ქილებში ჩადოთ, პატარა ქილებში, ეს საშუალო ქილებში და ყოველთვის გქონდეთ მაცივარში შენახული. აუცილებლად მაცივარში შეინახეთ. ეს იმდენი გამოდის. თქვენს გეყოფათ.
მინდა მეგობარსაც მიეცით, მეზობელსაც მადის გააკეთებთ, მე ხოლმე როცა გავაკეთებდი, ყოველთვის სხვასაც უნაწილებდი ხოლმე. რამდენი გამოვიდა? ხო, დედიკა ძალიან ბევრი გამოვიდა. ხეიწით, წუთით. აკნე. გამონაყარი, ეს იქნება ასაკობრივი, ეს იქნება შემდგომი, ხო? ძალიან კარგია. რაც ზედაპირულად ამოსული არის, ეს ჩირქოვნები, გაღიზიანებული რაღაცა წითელი, ხო? იდეალურია ამისთვის. მაგრამ ყოველთვის დაიმახსოვრეთ ერთი რამ. ზოგადად აკნე და გამონაყარი მოდის ყოველთვის კუჭი-ნაწლავის პრობლემიდან, ხო? ამიტომ მოერიდეთ მარილიანი, წიწაკიანი, მწარე, ცხარე, ძმრიანი, ტომატიანი, აი ესეთ ძალიან ცხიმიანები მოერიდეთ. ანუ სწორიკვება, სადაც არ უნდა, რომელი გზითაც არ უნდა წავიდე, ყველაფერი მიდის სწორკვებაზე, ხო, ხდები და ამიტომ ეს რაც გამოსული აქვს უკვე ორგანიზმიდან გამოსულია და სახეზე გვაქვს თუ რა ვიცი გულზე თუ ყელზე ხო ზედაპირულად წაისვით სულ ამოიღებს აი იმ რა ქვია ანთებას და ჩირკს წამოიღებს სულ და გამოგიწურავთ გათეთრებთ სახეზე სულ გადაგეჭიმებათ ამას რო წაისმებთ შეხედე მე ხარ თქვენთან ერთად წავისმებთ ნახე მე ჩვეულებრივად წავისმები ხარ გაწმენდით სახე მაქვს თუ ძალიან ტონალურიანი გაქვთ სახე, ზოგადად აკნაზე არ შეიძლება ტონალური სახე, ტონალურიანი. თუ ძალიან ტონალურიანი გაქვთ, შეგიძლიათ მისერალური წყლით გაიწმინდოთ და შემდეგ აი ეს გადაისვით. გოგოები, კვირაში 3 ჯერ არის იდეალური. ვისაც მშრალი კანი გაქვთ, კვირაში 2 ჯერ გაიკეთეთ. ვისაც ცხიმიანი კანი გაქვთ, კვირაში 3 ჯერ გაიკეთეთ. შეხედეთ? ესეც ესე. გაშრება და როშრება იჭიმება. ძალიან ჩემი უსაყვარლესი, აი უსაყვარლესი ნიღაბია, გოგოებო, გადაუზიარეთ ძალიან ბევრ გოგოს, ძალიან ბევრ ბიჭებს, ბიჭებო, თქვენზეც მაქვს საუბარი. მარტო გოგოებს ხარ გაწუხებთ ეს გამონაყარი, ბიჭებსაც გაწუხებთ, ხო? ძალიან ბევრი ბიჭი მინახია, აი ამ პრობლემით იტანჯებას ვაკეთეთ, აუცილებლად. ჩადეთ ქილებში, ბევრი გამოვიდა ძალიან, ჩადეთ ქილებში, გქონდეთ მაცივარში და დაწოლამდე აი ან აბაზანაში რო უნდა შეხვიდეთ, ჩემო ბატონ და წყალი გადავილეთ, აი ესე გაიკეთეთ ეს ყველაფერი. მოკლედ გოგოებო გააკეთეთ ეს ძალიან რო გადაგეჭიმებათ სახისკანი აი გაშრება ეს კაფე ხო ჯერ ჩემთან ცოტა უნდა კიდე როგორ ძალიან გადაგეჭიმებათ ჩამოიბანეს შემდეგ ჩვეულებრივად თბილი წყლით ჯერ თბილი წყლით კარგად თბილი წყლით ჩამოიბანეთ აი ესე ამოისუფთავეთ აი ესე თბილი წყლით ჩამოიბანეთ და ბოლოს რაც შეიძლება რამდენსაც გაუძლებთ გრილით ცივი წყლით ესე მივგურეთ წყალი და იმით ჩამოიბანეთ გადააზიარეთ ეს ვიდეო, გადაუზიარეთ ბევრ გოგოებს, ბევრ ბიჭებს, რომ ბევრმა ნახოს და იმდენი კომენტარი შემოვიდა, რომ აკნე, ამიტომ ეხა ჩაგიწერეთ აკნეზე ეს ვიდეო და გადააზიარეთ ძალიან გთხოვ, რომ ბევრმა ნახოს, ჩემოკარგებო და აი დამიწერეთ კომენტარებში, კიდე რაზე გინდათ ვიდეო რო დავდოთ, აი რა გაინტერესებთ უშუალოდ თავის მოვლასთან დაკავშირებით, ხო? დამიწერეთ კომენტარებში. მე კიდე მადლობას გიხდით, რომ მიყურებთ და იზიარებთ ჩემს რჩევებს და მიხარია რომ მოგწონთ. ასე რომ ამისი შედეგიც თუ გამიზიარებთ, ძალიან კარგი იქნება.